დღეს არის შაბათი 15 ნოემბერი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 2 ნოემბერი და დღეს ორი წმინდანის შესახებ უნდა მოგიყვეთ უბრალოდ ერთი წმინდანის შესახებ ძალიან დიდი წმინდა მამა არის და მეორე შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს პირველი არის წმინდა მარკიანე ხუცესი ხუცესი კი არა ხუცესი უბრალოდ ნიშნავს არა მარკიანე კვირელი ანუ მარკიანე განდეგილი და მის შესახებ მინდა მოგიყვეთ მის შესახებ ესე იგი როგორ არის ცით ძალიან საინტერესო ამბავია მაგრამ ერთადერთი წყარო გვაქვს ეს არის მარკიანე ცხოვრობდა მე-4 საუკუნეში მე-4 საუკუნის ბოლოს აღესრულა და მის შესახებ მოგვითხრობს წმინდა თეოდორიტე კვირელი თეოდორიტე კვირელი ეს არის ქალაქ კვიროსის ეპისკოპოსი და თეოდორიტე მას აქვს ასეთი წიგნი დაწერილი ღვთისმოყვარეთა ისტორია ესე ქართულად თარგმნით ესე არის და ჩვენ თეოდორიტე კვირელი გვიხსენებია ადრე როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ წმინდა იაკობ ნიზიბინელის შესახებ და ძალიან საინტერესო მოთხრობა აქვს წმინდა იაკობ ნიზიბინელზე და მაშინ ჩვენ ვისაუბრეთ ფილმიც ვნახეთ ფილმიც გაჩვენეთ მოგზაურობა წარსულისაკენ და ახლა ჩვენ მე მოგიყვეთ მესამე თავი არის აი ამ თეოდორიტე კვირელის მოთხრობაში მესამე თავი არის სწორედ წმინდა მარკიანეს შესახებ და მე დავიწყებ პირდაპირ თეოდორიტე კვირელის მიხედვით მოგიყვებით შევუდგეთ ესე იგი ესე იწყებს აი როგორ მოახერხო რომ ღირსეულად შევასხახოთ წმინდა მარკიანეს ვის შევადარო იგი წმინდა ილია წინასწარმეტყველს თუ წმინდა იოანე ნათლისმცემლებს რომელიც ესენი ხომ მეუდაბნოენი იყვნენ ხო და თუ სხვა უდიდეს მეუდაბნოებს და პირდაპირ საფრთხო წერილიდან მოყავს ეს არის ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან სიტყვები რომლებიც იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანი ჭირვეულნი ძვირხილულნი რომელთა ღირსვე არა იყოს სოფელი ესე უდაბნოთაზე და შეცდომილნი მთათა და ქვაბთაშინა და ხვრელთა ქვეყანისათა ეს არის სიტყვები ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან და აი ესე იგი იმ წუთშივე შევყავართ აი ამ სამყაროში რომ ვის შევადარო ილია წინასწარმეტყველს თუ იოანე ნათლისმცემელს აი ასეთი რანგის პიროვნებაზე გვაქვს ახლა საუბარი და მართლაც ახლა დარწმუნდებით საოცარ ამბებს მოვისმენთ ახლა მე გპირდებით შემდეგ ესეთ სიტყვებს ავიღოთ თავისი მისი სამშობლო ანუ ამ მარკიანესი თავიდან იყო კვიროსი ქალაქი კვიროსი შემდეგ გახდა უდაბნო ხოლო დღეს ერთიც მიატოვა და მეორეც და მისი სამშობლო დღეს არის ზეცა პირველი ანუ ქალაქ კვიროსმა იგი შვა დაბადა მეორე ანუ უდაბნომ იგი აღზარდა ხოლო მესამე შეიწყნარა იგი გვირგვინოსანი აი ამ გვირგვინი ჩემკული ორივე სიტყვით კვიროსის შესახებ მინდა მოგიყვეთ დღეს ეს ქალაქი აღარ არსებობს უბრალოდ არსებობს რაღაცა ნანგრევები ნებიჰური დღეს ესე ქვია სირიაშია და ეს არის სირიის ჩრდილოეთი თურქეთის საზღვართან არის ძალიან ახლოს ისევე როგორც ხათაშორის ნუსაიბინთანაც ახლოს არის ხა დაგანახ თურქები უნდა გაჩვენოთ და ამობე რომ
სხვადასხვა მოსაზრებები არის, მაგრამ კვიროსი ერქვა მეფე სპარსეთის მეფე კვიროსის სახელი დაარქვეს ამ ქალაქს დაერქვა. და კათედრა, საეპისკოპოსო კათედრა საკმაოდ ადრე იყო აქა და დაერქვა ამ კათედრას პირველი ეპისკოპოსი იყო სირიციუსი, რომელიც პირველ მსოფლიო კრებას ესწრებოდა. ასევე მისი ეპისკოპოსი ისიდორე ესწრებოდა მეორე მსოფლიო კრებას და თეოდორიტე იყო ყველაზე ცნობილი კვირელი ეპისკოპოსი. თეოდორიტე იყო 423-58 წლებში. და როგორც ეპარქია არ არის დიდი. 400 კვადრატული მილი. ეს ახლა ამბებს გიყვებით ახლა ამ კვიროს შესახებ. აი უნდა გაჩვენოთ ჯერ სად არის. აი ეს გადიდებული რუკა, უფრო სწორად აი ძალიან. ახეთ გადიდებული კი არა დაპატარავებული. აი ეს ერთი მონიშნული ადგილი, აი ეს არის ნუსაიბინი, სადაც ნიზიბიელი, იაკობ ნიზიბიელი მოღვაწეობდა. და აი ეს არის კვიროსი, დაახლოებით აი ეგ არის აი ამ ადგილზე, სადაც გაჩვენებთ. აი ეს არის სირია. ეხლა მეორე რუკა უნდა გაჩვენოთ, ცოტათი მივუახლოვდეთ. აი აფრინი რო არის შემოხაზული, აი ეს აფრინი ქვია, ნახეთ შემოხაზულია. და აქ არის ზემოთ აზაზი კი არა, აზაზი ორი არის, ზემოთ არის და აი ეს არის კიდე გახაზული იასამნისფრად, ეს არის სიმეონ მესვეტეც აქ მოღვაწეობდა. აი ესე იგი ეს შემოხაზული წრით არის, ქვემოთ არის ალეპო, აი ნახეთ ალეპო, აი აქ არის ესე იგი დაახლოებით, აი ესე არის შემოხაზული, ეს სადაც არის, აი აქ არის უდაბნოები და აქ მოღვაწეობდნენ მამები უდაბნოში. ეს არის როგორც მოგახსენეთ, ჩრდილო-დასავლეთი ალეპოდან 70 კილომეტრი და აი ეს აზაზიდან 28 კილომეტრი თურქეთის საზღვართან და დღეს ძალიან ჩივის სირიის სახელმწიფო რო თურქეთმა რო დაიპყრო ეს ტერიტორია, ნუ ომებია იქ ეხა საომარი მოქმედებებია, გაძარცვა ეს სამარხები საერთოდ. და მათ შორის აი ამ კვიროსიდან რაღაც მოზაიკა წაიღეს. მოკლედ რაღაცა არეული სიტუაცია რა. აი ეს არის კვიროსის ნანგრევები. დღეს ესე გამოიყურება და ეს არის დიდი ამფითეატრი კვიროსში. ნაშთი ძველი დიდებისა. ნუ ჩვენ გადავიდეთ ახლა მარკიანეზე ერთი წუთით. და ახლა ვიწყებ მარკიანეზე უშუალოდ ხრობას. ნუ ძალიან ესე იგი მე მომიწევს ძალიან გაუბრალოება აი ამ თეოდორიტე კვირელის ტექსტის. ძალიან გაუბრალოება, იმიტომ რომ საოცარი პოეტური ენით წერს. მე სამწუხაროდ ესე იგი ვერ ვახერხებ ამას და მაგალითად იმასაც კი რომ უბრალოდ წმინდა მარკიანე ესე მაინც მოიხსენო და ეს კი ყოველ მის ხსენებაზე რაღაცა საოცარ ეპიტეტს რომ აი დიდებული მარკიანე, აი რაღაც აი ესეთი აღმატებულ ხარისხში ლაპარაკობს. ხო და მე კი მომიწევს ცოტათი გაუბრალოება ამ ყველაფერს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ აი ასეთ დამოკიდებულებაში, აი ასეთ ხოტბის შესხმაში ჩანს თუ როგორი აღფრთოვანებული და როგორი აღტაცებულია თეოდორიტე
თვითონ ავტორი, რომელსაც უნდა რომ ჩვენც გადმოგცეს და გაგვიზიაროს მოკლედ ეს. დიადი და ბრწყინვალე, რა ვიცი ხა როგორ შეიძლება ადამიანის სხეულზე ესე თქვა, მაგრამ ლამაზი სხეული მისცა, დიადი კი არა, ხო, დიადი. ანუ დიდი, ზომით დიდი იგულისხმება, მარკიანე ფიზიკურად იყო ძალიან წარმოსადეგი, მაღალი, ну ესეთი დიდი ტანის რა, დიდი ტანის, ეხლა რატო ამას უსვამთ ხალხს, ეხლა მოგახსენებთ ამასაც. და რაღაცა ბრწყინვალე ძალიან გახსნელი გონების. მან თავიდანვე მოიძულა ეს თავისი ბრწყინვალე წარმომავლობა ცნობილი ოჯახიდან იყო და სასახლის ბრწყინვალება, ესეც სასახლეში დაიბადა და მთელი სიყვარული თავისი უფალზე გადაიტანა ღმერთზე. და მან იგი ყველას და ყველაფერს დაემშვიდობა და საცხოვრებლად აირჩია უდაბნოს შუაგული. ну ეს რაც გაჩვენეთ რუკაზე. და იქ აიშენა თავისთვის პატარა ქოხი. რომელიც იყო შეუსაბამო მისი სხეულის ზომებთან. ну აი ძლივს ეტეოდა, იქ მერე არის აღწერილობა ამ ქოხის. ესე იგი, რო დგებოდა ფეხზე წელში ვერ სწორდებოდა, თავს ჭერს აბჯენდა ესე რო ვთქვა და როცა წვებოდა მოკონტროლი იწვა, იმიტომ რომ სიგრძეშიც მაღალი იყო ძალიან და რო ფეხს ვერ შლიდა მოკლედ აი ამ თავის ქოხში. შემდეგ შემოავლო მას რაიმე მცირე ღობე ამ ქოხს, ბოსტანი გააშენა და საკუთარი თავი დაიპატიმრა, იმიტომ რომ ჩაიკეტა მთლიანად, აი აღარ გამოდიოდა, აი ამ პატარა ქოხში ფაქტიურად გაატარა მთელი ცხოვრება. და თავდაპირველად ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა ადამიანებთან. და იმიტომ რომ ღმერთთან საუბარი მისთვის ბევრად უფრო საინტერესო იყო ვიდრე ადამიანებთან საუბარი. და ღმერთთან საუბარი კი, ნახეთ რა წერია, რაღაც ისეთ საოცრებები უწერია. ესე იგი, როდესაც ღმერთს როგორ ესაუბრებოდა, იცით? როდესაც ის კითხულობდა ლოცვებს, გამოყავდა ეს ტუხრიცისკარი ჩვეულებრივად მონასტერში როგორც წესდარიგია და ამას რო ხმამაღლა კითხულობდა, აი ამ თავის ხმაში ღმერთის ხმა ესმოდა. იმიტომ რომ საღვთო სიტყვებს კითხულობდა, ხო? და ამიტომ ესე იგი ეს უსმენდა როგორც ღვთის ხმას, რომელსაც თვითონ ახმოვანებდა. და როდესაც სთხოვდა ღმერთს, შეწყალებას თქვა რაღაცა, ესე იგი დარწმუნებული იყო რომ ღმერთს ესმოდა ისმენდა მისას. და აი ამ ღმერთთან საუბრით ვერ ძღებოდა და მოყვანილი აქვს თეოდორიტეს, წმინდა თეოდორიტეს, ნეტარი თეოდორიტე კვირელი. თეოდორიტეს მოყვანილი აქვს ფსალმუნის სიტყვების ჯულსა უფლისას არის ნება იმისი და ჯულსა მისას რახავნი კიდღე და ღამე და იყოს იგი ვითარცა ხე დანერგული თანა წარსაძინელსა წყალთასა ანუ წყლის ნაპირას რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი შამსათვისა და ფურცელნი მისნი არადასცვიან. აი ასე ატარებდა, ეს არის პირველი ფსალმუნის სიტყვები, აი ასე გაატარა შეიძლება ითქვას ცხოვრება მარკიანემ და მერე ესე იგი მოგიყვებით რა მოხდა მერე როგორ განვითარდა მოვლენები მის ცხოვრებაში. შემდეგ საკვები მისი იყო პური, მარტო პურს ჭამდა და რამდენს ჭამდა, იცით? აი რო წარმოიდგინოთო მარკიანეს უწერია, რომ წარმოიდგინოთო ახლად შობილი ჩვილი ბავშვი, რომელიც ბუნებრივ კვებას მოწყვიტეს და გადაიყვანეს უკვე ჩვეულებრივ ხელოვნურ კვებაზე. აი როდესაც ის პურის ჭამას იწყებს, აი რო წარმოიდგინოთ, აი რამდენსაც ის ბავშვი ჭამს, დაახლოებით ამდენს ჭამდა დღეში.
და ნახეთ აი კიდე რომ წარმოგიდგენთ 9.5 კილო პური გაყოფილი ქონდა 4 დღეზე 9.5 კილო პური რომ რა გამოდის ხო დღეში და იმასაც რომ ჭამდა ცოტა სტოვებდა. მოკლედ აი ეს იყო მისი საკვები და კიდევ მზის ჩასვლამდე არ ჭამდა ამას. ერთხელ ჭამდა დღეში საღამოობით. შემდეგ ამის საშუალებით სხეულს მხოლოდ იმას ანიჭებდა, აძლევდა, რაც არსებობისთვის იყო აუცილებელი. ესე იგი, რას ამბობდა ეხლა რომ მარხვალი ნიშნავდა რომ რაღაცა საერთოდ არ ჭამდა რაღაცა პერიოდი და რომ აი მარხვის მერე რო ჭამას დაიწყებ, მერე ეს მოქმედებს ლოცვის ინტენსივობაზე ეს ამბობდა. ესე იგი ეს მას ჰქონდა სრული კონცენტრაცია. ესე იგი სრული კონცენტრაცია ჰქონდა ლოცვისას და რას ამბობდა იცით კიდე რომ აი თუ მივცემ ჩემ თავს უფლებას რომ ცოტა მეტი შევჭამო, აი უკვე ლოცვაზე ეძინებოდა. ვეღარ იყო ისეთი ფხიზარი. და აი ესე იგი რას ამბობს რომ აი დააკვირდა იმას რომ აი თუ ცოტა რამდენიმე დღე არ შეჭამს და მერე შეჭამს, მერე ვეღარ შეჭამს ზომიერად. ამიტომ ეს არჩევდა მარკიანე ზომიერებას. არჩევდა რომ ყოველ დღე მიიღო პური, აი ეს რაც გითხარით, ცოტა პური. ოღონდ ცოტა. და არა ის რომ აი თქვა იშიმშილა რამდენიმე დღე და მერე ადგა და რაღაცა 9.5 პური შეჭამა, არა. თვლიდა რომ ესე არ არის სწორი. რაღაც დროის შემდეგ მან მიიღო თავისთან ორი მორჩილი. ბერები, ორი ბერი, ესენი არიან ევსევი და აღაპიტე. აღაპიტე უგუნთ ევსევი რომელიც მერე მემკვიდრე გახდა მისი მარკიანესი და მერე მარკიანეს გარდაცვალების შემდეგ აი ამ ქოხში ცხოვრობდა მარკიანეს ქოხში და აღაპიტე კი გახდა აპამეის ეპისკოპოსი მოგვიანებით. ესე იგი აღაპიტე ეხლა აქ არ წერია რაღაცა გამოტოვებულია რაღაც ეტაპები დაწერია რომ აღაპიტე მერე მოგვიანებით დაარსა ორი მონასტერი, ორი სასწავლებელი უბრალოდ არა აღაპიტე დიახ თავიდან აი როგორ გახდა ეს ეპისკოპოსი რომ მოღვაწეობდა ბევრ ხალხში და თავიდან სასწავლებლები შექმნა ორი სიბრძნის მეტყველების სასწავლებელი და მერე უკვე მოგვიანებით ერთ-ერთ მათგანს ამ სასწავლებელს აღაპიტეს სახელი ეწოდა. ხოლო მეორეს ეწოდა სვიმეონის სახელი, ესეც გასაოცარი სვიმეონი. აი ესეთ სიტყვებს ხმარობს გასაოცარი სვიმეონის სახელი, რომელიც აღაპიტესთან ერთად მოღვაწეობდა. სვიმეონი, რომელიც 50 წელი ბრწყინავდა თავისი სიბრძნის მეტყველები და ასწავლიდა ყველას. მოსწავლეებს. დღეს თეოდორიტე ამბობს, ამ ამბების მერე თეოდორიტემდე დახვდა 100 წელია გასული, ამბობს, რომ დღეს 400 ადამიანი სწავლობს აი ამ სასწავლებლებში. და აი ამ აღაპიტემ და სვიმეონმა მარკიანესგან მიიღეს გამოცდილება და აი ეს ტიპიკონი, ანუ ცხოვრების წესი. და ცხოვრებაც ამ სასწავლებლებში ხა მარკიანესი ელაპარაკი იმაზე, უცრავად სვიმეონის სასწავლებელზე ელაპარაკი და აღაპიტესი იმ პრინციპებით ცხოვრობდნენ, ანუ ტიპიკონი ესე რომ ვთქვათ ერთი სიტყვით, რომელთა ცხოვრობდა წმინდა მარკიანე. როდესაც ეს ორი მოღვაწე ადამიანი, ანუ როგორც მოგახსენეთ ევსევი და აღაპიტე, მოვიდნენ,
ესე ცხოვრობდა ამ თავის ვიწრო პატარა ქოხში და ცხადია რომ ესენი ამ ქოხში ვერ მიიღო თვითონ ვერ ეტეოდა ფიზიკურად ვერ ეტეოდა და ამათმა შორი ახლოს ასეთივე ქოხები აიშენეს და როდესაც კიდევ მოვიდნენ მერე მოწაფეები იმათაც აი ახლო-მახლო ეს ხიშინები აიშენდა და ასე თანდათანობით გაშენდა ეს უდაბნო. ესეთი წესრიგი ქონდა ჩამოყალიბებული, ესე იგი ამ მარკიანეს, რომ ყველა განმარტოებით უნდა ყოფილიყო. და რაც შეეხება თვითონ მარკიანესთან ურთიერთობა, ამის უფლება ქონდა მხოლოდ ამ ევსევის. მხოლოდ ევსევის, რომელსაც შეეძლო მარკიანეს ამ საკანთან თუ ამ ქოხთან მისვლა. გაცრავად. და ერთხელაც ესეთი შემთხვევა აღწერილი რომ ევსევი ესე უნდა მისულიყო ხოლმე დრო და დრო ესეთი წესი ქონდა რომ დრო და დრო უნდა მისულიყო რომ ეკითხა რამე ხო არ გჭირდება ესე მივიდო და ნუ წესი ეგეთია რომ მხოლოდ თქვა ლოცვით აწმინდათა მამას რაღაც ლოცვა უნდა წარმოთქვა და ის გიპასუხებს ხო და ეს ჩუმად რომ მივიდა ამ ქოხთან პატარა სარკმელი ქონდა ქოხს ძალიან რომ მივიდა ქოხთან და რომ გადაიხედა ამ სარკმელში რომ ეკითხა რამე ხო არ გინდა ხედავს რომ არის ეს ქოხი არის განათებული გაუკვირდა იმიტომ რომ არ ხმარობდა ის ამ სანთელს და ესე იგი სხვა რა იქნებოდა განათება ხო და რომ დააკვირდა ხელში ეწირა საღვთო წერილი და თავის ზემოდან რაღაცა სინათლე მოდიოდა და რომ დააკვირდა ეს იყო რაღაც ღვთაებრივი სინათლე რამაც აი შეზარა ეს და ძალიან შეაშინა ნუ ანუ ესე იგი ეს იდგა ესე კითხულობდა და დიდი სინათლე მოდიოდა ზემოდან აი ეს ხელთუქმნელი ნათელი თაბორის სინათლე რა და აი ამითი ევსევი მიხვდა რამხელა მადლის მატარებელი აი დაინახა თავის თვალით ვინ არის ეს მარკიანი კიდევ იყო ერთი ესეთი შემთხვევა ევსევი მიუახლოვდა სენაკს და მარკიანი ისე ლოცულობს და ევსევი ვერ კი მივიდა ფანჯრიდან ხედავს მაგრამ რა ხდება ესე იგი რაღაცა დიდი ზომის გველი მოსრიალებს უნდა ჩამოვიდეს ესე იგი ამ სახურავიდან ჩამოდის და აი ამ სარკმელთან მოკლედ მივიდა ეს გველი თავი მიიტანა და ეს მარკიანი გართული არის აი ამ კითხვაში ვითომ ამას ეგონა ყოველ შემთხვევაში ევსევის რომ ვერ ხედავს რა და დაუწყო იქიდან ხელების ქნება და რაღაც ისე და ხა ლოცვასაც ვერ აწყვეტინებს მაგრამ ნუ რაღაც აშინელება შეუვარდეს ეს გველი უცებ და ხოჭდა როგორი იციან უცებ მოგაშტერდება და მე დაგესლავს ეს გველი და ესე იგი ეს თავიც არ აუღია რა მარკიანეს და უნება რომ ევსევიო ესე იგი შიში წოდვაო ესე უთხრა აი შიში არ არის ღვთისთვის სათნო და ეს მარკიანი გაშეშდა რა და მოტრიალდა შემდეგ ამ გულს შეხედა თვალებში ჯვარი გადასახა და ეს გვერდა შეხვერა ესე როგორც ნათლობისას ვამბობთ ხოლმე შეხვერე და შენერწყმას აი ანუ აი დუნა ესე იგი ეს ნუ შებერვა რასაც ქვია რა შეხვერა და აი ამ შებერვით ამ გულს აიყიდა ცეცხლი. აიყიდა ცეცხლი და ამ ცეცხლისგან დაიხრუკა და გასკდა რა და გადმოიყარა მოკლედ ეს გვერი. და თეოდორიტე ამბობს რომ
ესო გააკეთაო იმის მსგავსათო, როდესაც მაცხოვარმა, როდესაც ნავში არის ესეთი შემთხვევა, მაცხოვარი და მოციქულები და საშინელი ღელვაა და მაცხოვარს ძინავს და შემდეგ მაცხოვარს ძინავს და ესე იგი ესენი აღვიძებენ რომ ვიღუპებით, ნუ იხჩობა ეს ნავი იძირება და იესო გაიღვიძებს, გადასახავს ჯვარს და არ ვიცი ხა როგორ აკეთებდა ნეტარა საინტერესოა. მოკლედ დაამშვიდებს ამ სხვას და ამას მერე შეერცხავს ამათ. რა ისედენ მოშიშხართ, ვითარ არა გაქვს სარწმუნოება, მარკოზის და ლუკას სახარებიდან არის, იმის სად არის სარწმუნოება თქვენი იქ ესე არის აღწერილი და მოკლედ შეარცხეს რა ამ მოციქულებს. ეს კიდე პირიქით გააკეთა ამან მარკიანემ. ჯერ შეარცხინა ეს გველი სახეში უყურებს რა. ჯერ შეარცხინა და მერე ეს გველი მოკლედ მოაშორა. შემდეგ თეოდორიტეს უწერია რომ ესე იგი გეუბნებით აი თეოდორიტე არის მარკიანეთი აღფრთოვანებული საერთოდ აი უდიდეს წმინდა მამაზე გვიყვება. მარკიანეს ჰქონდა სასწაულთქმედების უნარი, მაგრამ ცდილობდა რომ ეს დაემალა და არ ეხალისებოდა ამ სასწაულების კეთება, იმიტომ რომ ესე იგი არ გამჟღავნებული იყო რომ მას ეს შეუძლია. და ესეთი შემთხვევა არის აღწერილი, რომ ერთი ესე იგი ერთი კეთილშობილი ადამიანი ქალაქ ვერიიდან, სირიის ქალაქ ვერიიდან მოვიდა მეომარი იყო ეს. მეომარი იყო და ნუ ბევრი ბრძოლა ჰქონდა ქვეყნისთვის მოგებული და რაღაც ესეთი ცნობილი პიროვნება იყო. და მოიყვანა თავისი ქალიშვილი. კი არ მოიყვანა. ეს იყავდა ქალიშვილი ეშმაკეული და ამ ქალიშვილის გამო მოვიდა და ეს ადრე იცნობდა მარკიანეს და იმედი ჰქონდა რომ მარკიანის შეხვდებოდა და მოუყვებოდა თავის გასაჭირს და რომ მარკიანე მას ესე იგი დაეხმარებოდა რა. და რომ მოვიდა მარკიანე იყო დაყუდებული იმ დროს. ხანდახან იყო ხოლმე რომ მარკიანი გამოდიოდა მარკიანეს მოკლედ იღებდა ადამიანებს და ამას ვერ შეხვდა. და ამან ესე იგი მონახა ვიღაც ბერი რომელსაც მოელაპარაკა ესეთ რამეზე და თხოვა რომ მარკიანესთანო იქნებო მიიტანო აი ქოთანი ზეთით სავსე. ეს კარგად არ ვიცი ხა რა იგულისხმა ამ კაცმა ეს ქოთანის მიიტანა რატო რო და იმას ეკურთხებინა თუ რა იყო და მოკლედ ამან მიიტანა ძალიან ესე იგი აკრძალული ქონდა ხო სხვებს მიახლოვება ხო და მარტო ევსევის ქონდა უფლება და ეს სხვას მისცა და ამან რაღაც გამოიჩინა დაეხმარა ამ კაცს ხა ფაქტიურად რა და მიიტანა ეს ქოთანი და ფრთხილად მივიდა და უბრალოდ დაედო კარებთან. რომ შეიძლება ეს რომ გამოსულიყო მე ეს ქოთანი ენახა თუ რა იყო კაცრავად. და რომ მივიდა და დადო იმა რა თქმა უნდა გაიგო. ვინ არისო მარკიანა? მოვედი რომ გავიგო რამე ხო არ გჭირდებათო. ხო და მან არაფერი არ პასუხა და ეს უნდა წამოვიდა. ამას უნდა რომ ისე მისულიყო რომ იმას არ გაეგო. და შემდეგ რომ დამთავრდა ეს ოქრიცის კარი და რაღაც ესე იგი ამ კაცმა უთხრა რომ თუ შეიძლებაო ის ქოთანი უკან მომიტანეო
ალბათ იფიქრა რომ თუ მარკიანეს სენეკთან იქნებოდა რომ იკურთხებოდა ეს ზეთი ალბათ ხო და მომიტანე უკანო რა ამას ეხა ეს იკვდილება რა მეორეჯერ მისვლა იქა იმიტომ რომ ხო გეუბნებით ნუ აი ვერ მიხვალ ისე რომ მარკიანე არ გაიგოს და მართლაც როდესაც მივიდა ამ ქოთნის ამოსაღებად მარკიანემ კიდევ ერთხელ იკითხა ვინ არის ვინ მოვიდა და ამან უთხრა რომ მოვედი რომ გავიგო რამე ხო არ გჭირდება და არ არისო მართალიო მარკიანე უნება სხვა რამისთვის მოხვედიო და მომიღთა კი არ ხედავს იქიდან ელაპარაკება სენაკიდან რაშია საქმე მომიყევიო და ნუ ეს იძულებული გახდა რომ ეთქვა ყველაფერი რა და მარკიანემ გასაგებია უთხრა და მეორეჯერ კიდე ესე მოიქცევი ანუ დამიმალავ ეგეთ რამეს და საერთოდ აგიგრძალავ აქ მოსვლას საერთოდ ვეღარ მოხვალ ჩემთან თელი ცხოვრება ну წამოვიდა ეს კაცი შეშინებული რაღაცა და მისცა ეს ზეთი მამამის და ისიც ახლა ნუ აი გაუგებრობაშია რა და ესე იგი ეს ვერია ქალაქი აქედან იყო 4 დღის სავალი რა 4 დღის სავალი და ეს კაცი წავიდა სახლში და იქიდან რომ მიუახლოვდა სახლს მისმა ქალიშვილმა გამოუგზავნა მონა ну ესენი დიდარი ადამიანები მონა გამოუგზავნა და ეს მონა მოვიდა გახარებული და კარგი ამბავი მაქვს ბატონო ესე იგი კარგი ამბავი მაქვს გამოჯამრთელდა თქვენი ქალიშვილიო ანუ ეს როდესაც ამან ეს ზეთი გაატანა და ჯვარი გადასახა აი ამ დროს ეშმაკი გამოვიდა ამ ქალისგან ამის ქალიშვილისგან ხო და ამან დაიწყო ხა გამოძიება როდის მოხდა ზუსტად და აღმოჩნდა რომ ზუსტად დაემთხვა როდესაც მარკიანემ გამოატანა ეს ქოთანი და უკურთხა ეს ზეთი აი მაშინ განიდევნა ესე იგი ეშმაკი და შემდეგ თეოდორიტი ამბობს ესეთი აზრი გამიჩნდაო რომ თუ ის მალავდაო მარკიანი ამ თავის ძალას სასწაულებსო და ამდენ სასწაულს ახდენდაო რო არ დაემალა რა იქნებოდა უნეტაო რა აი ამ წინვალებას რო არ დაემალა რა მოხდებოდა და ესე იგი ესეთი ჩვევა ქონდა მარკიანეს რომ აღდგომის დღესასწაულზე ალბათ წინვალეში გახსნილი ქონდა სენაკის კარი და მოდიოდნენ მასთან ყველას იღებდა ამ დროს. ოღონდ აი მაშინაც ერიდებოდა სასწაულების მოხდენას. ახლა ესეთი რაღაცა მოხდა კიდევ. ძალიან საინტერესო ამბავია. პირველ იერარქები მოვიდნენ, ნუ პატრიარქები შეიკრიბნენ ეთყობა ესენი ხვდებოდნენ ერთმანეთს და მოვიდნენ მარკიანესთან და ჩამოთვლილი აქ თეოდორიტეს, ფლავიუსი ანტიოქიის პატრიარქი, აკაკიუსი ევსევი ქალკედონის პატრიარქი, ისიდორე ესე იგი კვირელი, აი ქალაქ კვირის კარლ კვირის პირველ იერარქები სულ და თეოდოტი იეროპოლელი. და კიდევ ასევე ამ ჯგუფთან ერთად იყვნენ ცნობილი, მოქალაქეები, რომლებიც ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობდნენ და მოვიდნენ ამ მარკიანესთან მოვიდნენ სტუმრად. და რომ დასხდნენ ესენი ესე წრეზე, მარკიანეს გამოვიდა ეხლა, ცხადია ამათთან და სხედან ესე. და ისინი ეხლა ჩვენთან არიან მარკიანეს ელოდებიან. მარკიანე დუმს არაფერს არ ამბობს რა და ერთ-ერთმა ვინც ამ მარკიანეს უფრო ახლოს იცნობდა თუ რაღაც ესეთი რაღაცა უთხრა რომ მამაო გითხარიო ეს წმინდა მამებიო მოვიდე რომ შენი სიტყვა მოისმინონო ხო და გითხარი რამეო გითხარიო და მარკიანე დაფიქრდა და ესეთი რაღაცა უთხრა მაინც უთხრა რომ უფალი ჩვენ ყოველდღე გველაპარაკება აი როგორც გითხარით რომ თითოეულ ლოცულობდა თავისი ხმაში, მის ხმაში ესმოდა უფლის ხმა, როდესაც ლოცვის სიტყვებს არ მოთქონდა.
და როდესაც ჩვენ წმინდა წერილს ვკითხულობთ, ჩვენ აქედან უფლის ხმას ვიგებთ, ანუ უფალი გვესაუბრება ჩვენ ამ დროს წმინდა წერილის საშუალებით. და რჩევებს გვაძლევს, შემდეგ რჩევებს გვაძლევს, შემდეგ გვაშინებს ხანდახან, გვაფრთხილებს და მოკლედ ჩვენ ყოველ დღე ღმერთს ვესაუბრებით და თუ ჩვენ ეს საუბარი არ გვესმის და თუ ჩვენ აქედან შესაბამის სარგებელს ვერ ვღებულობთ, მაშინ მე ცოდვილმა ბერმა რა უნდა გითხრათ, ისეთი რომ ჩემი ლაპარაკიდან სარგებელი მიიღოთ. და ძალიან იმოქმედა ამ სიტყვებმა ამ მამებზე. და შეიძლება ითქვას, მოკლედ საღერღელი აუშალა რა, საუბდა და ამათმა თქვა ეს რაღაც, ერთმა თქვა მეორემ რაღაცა და ისაუბრეს რა. ხო და ეს მარკი კი არა, ეს თეოდორიტი ამბობს, რომ იცით რა, ბევრი ისაუბრესო, მაგრამ მე რაღაც არ დიდად არ მინდა რომ ახლა არ მეხალისება რომ გადმოგცეთ ესა რა, ესეთი მოკლედ ანუ რას ამბობს, იცით ამ ცოტათი იუმორით ამბობს, რომ აი მარკიანე რასაც იტყოდა ყოველთვის, აი ხა რაც ეს მოგახსენეთ, აი თქვათ რომ წარმოიდგინო რა წმინდა მამასთან ახარ და ეუბნები რომ მითხარი რამე სულის სასარგებლოს, აიღე რა, ხო კითხულობ ყოველ დღე და იქიდან თუ ვერ ღებულობ ამ გაკვეთილებს ჩემი ნათქვამი რა, აი რაღაც ეგეთი უთხრა, ანუ ჭკუის სულისათვის სასარგებლო რამ უკვე უთხრა. უკვე უთხრა და ამათმა დაიწყეს ესე იგი საუბარი და ეს ამბობს რომ ეს არ იყო საინტერესო ეს საუბარი. და ბოლოს ამათმა ნუ რომ დაამთავრეს ეს საუბარი თავის და რაღაცა ადგენენ ეს პატრიარქები და ილოცეს და თქვეს რომ მარკიანე უნდა ვაკურთხოთ ღვთლათო. უნდა ვაკურთხოთო და შემდეგ ესეთი რაღაც უცნაური რაღაც ყველა დათანხმდა, მაგრამ ეს უცნაური რაღაცა მოხდა, რომ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, შენ აკურთხე, არა შენ აკურთხე, არა მე ვერ ვაკურთხებ, შენ აკურთხე და მოკლედ ილაპარაკეს და წავიდნენ ისე რომ არ აკურთხეს ეს მარკიანე. ნუ ერთერთმა ვერ აიღო თავის თავზე, ხო გეუბნებით რატო? დიდი მამა იყო ძალიან და რაღაცნაირად აი ვერ მოერიდა თუ რა ვიცი ვერ შეეხნენ თუ რა. შემდეგი არის ძალიან საინტერესო ამბავი, ავიტუსი, ალბათ ქართულად ესეა ავიტუსი. ეს ავიტი თუ აბიტი ალბათ რა ვიცი. მოკლედ უფრო ადრე დასახლდა იმ ადგილებში. და ასაკითაც მარკიანეზე უფროსი იყო. და ეს ესევე მოღვაწეობდა განდეგილი ბერი იყო ეს აბიტუსი. და როდესაც გაიგო მე მარკიანეს ამბავი, ნუ გაიგო როგორც სულით გაიგო ისედაც მოკლედ მარკიანეს ამბები შეიტყო. და ნუ ეს ისეთი უკვე სახელგანთქმული გახდა მე ეს მარკიანე და ისეთი დიდი მამა იყო, რომ ამ ავიტუსმა მოინდომა მისი ნახვა. მოინდომა მისი შეხვედრა უკაცრავად. და მოკლედ გადაწყვიტა მოსვლა და მოდის ახლა და მარკიანემ რომ შეიტყო რომ ავიტუსი მოდის მასთან. ნუ ძალიან რა ვიცი ახლა ეს პატარა ქოხში ახლა რა უნდა მიიღოს ადამიანი, მაგრამ ნუ მოკლედ გახსნას ხოხის ყარები, იმით ელოდება. მოვიდა ესეც და მოკლედ ევსევის ეუბნება ეს მარკიანე რომ საჭმელი გააკეთეო. ნუ თალგამი ამას პატარა ბოსტანი აქვს. ლობიოს მარცვლები. მოკლედ რაღაცა გემრიელი საჭმელი გავუკეთეო და იმან გააკეთა რა თქმა უნდა. ნუ ამათმა ილოცეს, ისაუბრეს
და ოდესაც ნუ აი გავიდა რაღაცა დრო ეხლა ეს მარკიანი ეუბნება რომ ეხლა მობძანდითო ტრაპეზზე უნდა მიგიწვიოთ და ეს ხო გითხარით ასაკითაც უფროსია გამოცდილებაც მეტია აქ რაღაცა და მარკიანს ეუბნება რომ იცი რაო მე რამდენიმე დღეში ერთხელ ჭამ საჭმელს და ისიცო ზის ჩასვლამდე არ ჭამ არაფერსო რა და ამიტომ თუ არ მიწყინოო მოკლედ ვერ შევჭამო რა ვერ შევჭამ საჭმელს ხო და ეს მარკიანი ეუბნება რომ იცი რაო მე ძალიან ავათა ვარო რა ხო და არ ჭამო არ შემიძლიაო და მარტო ვერ შევჭამ და გამიწიო ანგარიში და ერთად ჭამოთო ეს დრამს ეუბნება იმან უთხრა მაინც ხო არის ეს მარკიანი ძალიან დანაღვლიანდა ძალიან მოიწყინა რა ის აგზნობო და რა მოხდაო ეს ეუბნება და იცი რაზე დავდოფო შენო ხელამანძილი გამოიარეო და ალბათო როგორი იმედი გქონდაო რომ ვიღაც მოღვაწეს ნახავდიო აქო და მოყვედი და ეს რა დაგხვდიო ეს 40 წელი ადამიანი ხო და ალბათ როგორ ნანოფ მოხვედი რა აი ეს მადარდიანებს და ამან ძალიან იმუქმედა ამავიტოს და უთხრა რომ ამ სიტყვების მოსმენას შევნია ხორცი ვჭამო ხონთ ეს სიტყვები არ გავიგო და შემდეგ დასხდნენ და მარკიანემ უთხრა რომ ჩემო საყვარელო აი ხო ეს გამოცდილი იყო და ასაკითაც რაღაც მაგრამ მარკიანი იყო ძალიან დიდი და ესე უთხრა ჩემო საყვარელო ჩვენო აქო ზუსტად ისე ვცხოვრობთ როგორც ჩვენ ძალიან ცოტა ვჭამთ სანამ არ დაღამდება არაფერს არ ვღებულობთ საჭმელს მაგრამ თავში ყავებაც ესეთი გვაქვს და მარხულობს კიდევაც მაგრამო მარკიანი ეუბნება სიყვარულის საქმე მარხვაზე მეტია იმიტომ რომ პირველიო ანუ სიყვარული ეს არის ღმერთის მიერ დადგენილი კანონი ჩვენთვისო ხოლო მეორე ეს მარხვა ის ჩვენი შრომაა და ჩვენი გამოგონილიაო რა და ღმერთის კანონი უფრო მეტად უნდა ჩვენ უფრო მეტი პატივი უნდა ვცეთ ღმერთის კანონს ვიდრე საკუთარ ცდელობას და ამის შემდეგ დასხდნენ ივახშმეს სიყვარულისთვის და 3 დღე და ღამე ესე გაატარეს ლოცვაში საუბარში და ბოლოს წავიდა ეს ავიტუსი დაშორდნენ ერთმანეთს და ამის შემდეგ მხოლოდ სულიერი თვალით ჭვრეტდნენ ერთმანეთს ესე უწერია თეოდორიტეს ესე იგი ეხლა ეს თეოდორიტე ამბობს რომ მარკიანესო ქონდა ეს გასაოცარი სიბრძენეო მან მარხვის დროც იცოდაო
ძმათა სიყვარულის დროს იცოდაო, სიყვარულის აღსრულების. და მშვენივრად არჩევდაო სათნოებებს ერთმანეთისაგან. და ძალიან კარგად იცოდა რომელმა სათნოებამ უნდა დაუთმოს ადგილი თუ რომელ სათნოებას. ანუ აი ეს იყო მარკიანის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, ჩვენ ამას მერე კიდევ ვნახავთ, რომ პრიორიტეტებში ერკვეოდა ძალიან კარგად. აი რა არის პირველი, რა არის მეორე, რა არის მესამე, რა არის მეოთხე პრიორიტეტი. აი ეს წესრიგი ჰქონდა სათნოებების დახარისხების და სათნოებების აღსრულების რიგის მიმართ. აი ეს ამას ამბობს თეოდორიძე. კიდევ ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთო, თეოდორიძე ამბობს, სადაც გამოჩნდაო აი ღვთაებრივი ჭრეტის საოცარი უნარი, აი როგორი ერთგული იყო ღვთისმცნებების. აი ესეთი რაღაცა მოხდა. მოკლედ ხო მოგახსენეთ, რომ ეს იყო რაღაცა ძალიან ესეთი ცნობილი ოჯახიდან და ნუ დატოვა ეს ყველაფერი, წამოვიდა და მოკლედ ერთხელაც მას ესტუმრა საკუთარი და ჩამოვიდა სპეციალურად. ნუ ახლა იქ ძალიან შორს არ არის ეს ყველაფერი, კი ალბათ შეიძლება რამდენიმე თუ ფეხითი არა, თქვათ, მაგრამ ისე მას ალბათ ის ეყოლებოდა ცხენები რაღაცა. ნუ მოკლედ დამ ჩამოაკითხა და დასთან ერთად ჩამოვიდა დისწული რა. დისწული რომელიც უკვე შემდგარი პიროვნება იყო. ანუ ეს დისწული ბავშვი არ იყო. ეს იყო პიროვნება, რომელსაც ქალაქში, ამ ქალაქ კვიროსში საკმაოდ მაღალი არ ვიცი თანამდებობა თუ მოკლედ ცნობილი ადამიანი იყო და ძალიან მაღალი სოციალური მდგომარეობა ჰქონდა. ესენი ჩამოვიდნენ, ეს და მისი და დისწული ჩამოვიდნენ და ჩამოიტანეს ბევრი სურსათიც და რაღაც სხვადასხვა ნივთები. მოკლედ შემოწირულობა ჩამოუტანეს მარკიანეს თავისი მონასტრისთვის, სადაც უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოღვაწეობდა. და მარკიანემ და არ მიიღო, დას არ შეხვდა. შეხვდა ამ დისწულს. და ეს დისწული შეხვდნენ რაღაცა და შემოწირულობა მოგართვითო რა, ესეუნება და მარკიანი გაჩერდა და რა შეუნება იცი? იცი რაო? ეს შემოწირულობა რომ მომიტანეო. გზაში ხო გამოიარეთო მონასტრებიო. კიო? იმათ რამე შეწირეთო? არაო შენ მოგიტანეთო ყველაფერი. ხო და ესეთი რაღაცა უთხრა რომ მე ვერ მივიღებო ამ შეწირულობას თქვენგან. იმიტომ რომ თქვენ იმ ღვთის გულისათვის კი არ გააკეთეთო ესა და ვერც კი არ შეწირეთო. არამედ ნათესაური კავშირის გამო მომიტანეთ მეო. და ამიტომ მე აქედანო ვერაფერს ვერ დავიტოვებო საერთოდ. და ამიტომ უკან წაიღეთ ყველაფერია. იმიტომ რომ ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს ნათესაური კავშირების გამო კი არა, არამედ სიკეთე უნდა აკეთოს ღმერთის სიყვარულის გამო. და თქვენ ეს ღვთისათვის გდომებოდათო, სხვასაც შეწირავდითო მაშინ. და ესე იგი გაისტუმრა და ამათ უთხრა ბერებს, რომ აი ნამცეცი ხელი არ აყუთ, არაფერს არ დაიტოვოთ. და ამითიო თეოდორიტე ამბობს, მოყვანილი აქვს მათესახარების მუხლები. ყოველმან რომელმან არა დაუტევა სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამა, ანუ დედა, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის არა არჩიკი ჩემდახერს. და მარკიანემ აი სრულად დატოვა ყველაფერი, სრულად. და ამითი გახდა იგი ღმერთის ღირსი. ნუ შემდეგი რასაც აღწერს თეოდორიტე,
რომ აი ესეთი მოღვაწე და ესეთი განმარტოებული განდეგილი მარკიანი იყო საოცარი დამცველი მართლმადიდებლობის აღსარებლობის სისუფთავის სიწმინდის. ნუ ხა ეს პერიოდია აერიოზის მოძღვრება რომ არის გავრცელებული და სრულებით შეუწყნარებელი იყო ეს სრულებით უკომპრომისო. შემდეგ აპოლინარიუსის ერესი საველიუსის თანამოაზრეები იყვნენ იქ ბევრი, რომლებიც იძახდნენ, რომ ღმერთს სამი იპოსტასი კი არა, ერთი იპოსტასი აქვს. და ევხიტიანების კი ამ ერესაც სრულებით არღებულობდა და იძახდა, რომ ესენი ამათ მანიქეველობა აქვთო, ესე იგი მოდებულიო. და მოკლედ აი ესე ამას ჩამონათვალი აქვს, მაგრამ ნუ ძალიან მკაცრი იყო. ეხლა შემდეგ ნელა ვახულდებით მარკიანეს ცხოვრების დასასრულს და ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში ეს დისული რო ყავდა ავლიპიუსი ერქვა სახელი თურმე ხა ამბობს თეოდორიძე. მოკლედ ესე იგი ausreva უნდა გითხრათ. ავლიპიუსმა ააშენა პატარა ეგვტერი ქალაქში ტაძარი რა. დააშენა ტაძარი, სადაც უნდა რომ მარკიანი რო გარდაიცვლება იქ უნდა გადაასვენოს. იძამის. ეს ამბავი რო გაიგეს, მე ვიღაცა ქალკედონში გამოჩნდა ვიღაც ქალი კიდე ზინოვიანა, რომელმაც ასევე ააშენა ტაძარი, სადაც მარკიანეს სხეული უნდა დასაფლავდეს. გარდაეწყობა უკვე იგრძნეს რომ დაბერდათ რაღაცა და მარკიანემ გაიგო ამის შესახებ და დაიბარა ეს ევსევი. დაეუნება ევსევის რომ იცი რაო ესე იგიო, აი ორმა ადამიანს შენ და ორმა უნდა იცოდეთო ჩემი დასაფლავების ადგილიო და ისე უნდა დამასაფლავოთო რომ ესე იგი არავინ არ უნდა იცოდეს და არავის არ უნდა უთხრათ აი გაფიცებთო პირდაპირ და ეს ჯვარი გადასახა და უთხრა ესე გაფიცებთო. ნუ ესეც რაღაც იზამდა და კიო პირობა მომეციო რომ ესე გააკეთებო და კიო ესე გავაკეთე. და მართლაც როდესაც მარკიანი გარდაიცვალა ამათმა არ თქვეს ჯერ მარკიანის ესენი იყვნენ ხო მარკიანესთან ახლოს და გათხარეს საფლავი სადღაც გათხარეს საფლავი და იქ დაასაფლავეს და რომ მოასწორეს მხოლოდ მიწა და რაღაცა რო არ ეთყობოდა რომ აქ არის დასაფლავებული ამის შემდეგ გამოაცხადეს რომ მარკიანი გარდაიცვალა და აი ესეთი დაიტოვა ესეთი ესე იგი თავისი ანდერძი რა. ხო და ნუ რას იზამდნენ ხა ეს ხა დარჩა ის ტაძრები წმინდა ნაწილების გარეშე და ნუ რაღაც დროის შემდეგ მაინც ხალხმა ძალიან გააპროტესტა ესა და ნუ ბევრი ადამიანი მოვიდა ძალიან ამ მონასტერში და დაიწყეს ძებნა. დაიწყეს ძებნა რომ გათხარონ ხა და ამოასვენონ მის წმინდა ნაწილები და ვერ იპოვეს რა თქმა უნდა ვერ იპოვეს ისე იყო დასაფლავებული და აი კიდევ აუცილებლად 2 წელი კიდე რო გავიდა რა მოხდა იცით აი ამ ალიპიუსის ანუ ამ დისწულის მიერ აშენებულ ტაძარში მოციქულების წმინდა ნაწილები მოაბრძანეს და აი გამზადებულ ადგილზე ისინი დააბრძანეს და აი ამ ზინოვიანას მიერ აშენებულ ტაძარში კი მოწამეების წმინდა ნაწილები დააბრძანეს. ანუ იმ ადგილას, სადაც მარკიანი უნდა ყოფილიყო, უკვე შეივსო რა ეს ადგილი წმინდა ნაწილებით და აი მხოლოდ ამის შემდეგ უკვე ევსევი აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ აი ამ სამიდან ერთ-ერთი ბერი იყო ცოცხალი და აი უკვე ამათმა თვითონ ააშენეს აქ ტაძარი და გააკეთეს უბრალოდ ამისი სარკოფაგი მარკიანის და გადმოასვენეს წმინდა ნაწილები და აი შემდეგ ნუ ხო იცით ეს
ის მხარეა, რომელსაც დიდ ბევრი საფრთხე ჰქონდა და რომში ხდება, რომში ვენეციაში ესმინა ნაწილები და ჩვენც იქიდანა გვაქვს პატარა ნატეხი გვაქვს. უნდა გაჩვენოთ მარკიანესი. და იქ დაასაფლავეს. ეს იმისათვისო რომ საუბარი იყოს სრულიო. მეორიოდე სიტყვით, მხოლოდ ორ მაგალითს მოგიყვანთო, თეოდორიტი ამბობს მარკიანეს მოწაფეების შესახებ. მარკიანეს მოწაფეები. ერთი ვინც ძალიან ცნობილი გახდა მისი მოწაფე იყო ბასილიუსი. ბასილი, რომელიც მისი მოწაფებელი იყო და რომელმაც მოაწყო სელევკოვილა, ქალაქი არის შორი ახლო სელევკოვილაში ცნობილი ძალიან თავშესაფარი, ანუ მონასტერი მოაწყო, რომლესაც მთავარი ამ მონასტრის სათნოება თუ დატვირთვა იყო უცხოების შეწყნარება. და ეს იყო ძალიან დიდ მასშტაბი მიიღო ამან. ფაქტიურად თუ ვინმე იყო იქ იმ მხარეში ესე მაწანწალად თუ უსახკაროდ რაღაცა ყველას ესენი იღებდნენ და უვლიდნენ. და კიდევ ბევრი რამის მოყოლა მინდაო კიდე, მაგრამ მირჩევნია გავჩუმდეო და მოგიყვებით კიდე ერთ მოწაფეზე, ეს არის საბინუსი. ეს საბინუსი, აი ძალიან დააუძლურა თავისი სხეული, ეს მარკიანეს მოწაფეა ეს საბინუსის და რას აკეთებდა ეცეთ? ესე იგი, ესეც რა თქმა უნდა ცოტა სჭამდა დღეში ერთხელ, ოღონდ ამ საჭმელს, რასაც სჭამდა, აკეთებდა თვეში ერთხელ, რა შვებოდა ახლა? პურის ფქვილს მოზილავდა ცივწყალში. და ეს იყო ძირითადად მისი საკვები. ოღონდ ამას აკეთებდა თვეში ერთხელ და ამას უბიედებოდა, ყროლდებოდა მოკლედ ეს და ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ეჭამა ოღონდ ნაყროვანებაში რო ჩავარდნილიყო და გემოთმყარებაში. და თუ კი ვინმე მოვიდოდა მასთან სტუმრად, იმას რა თქმა უნდა მაყროლებული საჭმელით არ უმასპინძლებოდა და უხერხულად რო არ ეგძნო, თავი მასთან ერთად ჭამდა. აი ისევ ის პრიორიტეტები, რაც მოგახსენეთ, აი ესეც მან მარკიანესგან ისწავლა ზომიერი მარხვა, ზომიერი მოღვაწეობა და ზომიერი და უბრალოდ აი არაზომიერი სიყვარული მოყვასის მიმართ. აი ეს იყო ამათი მთავარი მიმართულება მარკიანესი და მისი მოწაფეების. და აი ესეთი მოსაგრეობით ისეთი მადლი მიიღო, რომ ესეც ესე იგი აი მადლის შესახებ რაღაც არ იმალება ხო ეს და ანტიოქიიდან ჩამოვიდა მასთან ვიღაც ძალიან წინვალი ქალბატონი და მივიდა და თხოვა რომ მიშველეო რა, აი ჩემი ქალიშვილი არის ეშმაკეულიო. ბოროტისული დაეპატრონა, მოვიდა აი ამ თხოვნით. და რომ მოვიდა მონასტერში, იქ ვინც დახვდა და რაღაცა უთხრეს რომ იცით რა, მონასტრის წინამძღვარიო, ქალებს არ ღებულობს საერთოდ. ვაიმეო, ამან დაიწყო ტირილი და რაღაცა რომ ეხლა რომ მე მაგან არ მიმიღოსო. მე სახში ვერ დავბრუნდები, იმიტომ რომ ეშმაკი შევიდაო ჩემ შულში. მოკლედ იმდენი იტირა და რაღაცა რომ კარგი უთხრესა და მოუყვანეს მონასტრის წინამძღვარი. და რომ შეხედა ამან ეს ქალი რაღაც შეცვალა ძალიან ჰარავ, ეგო არ არისო. მე სიზმარი ვნახეო და იმიტომ მოვედიო აქო და სიზმარში სხვა ვინმე ვნახე, იცით როგორი იყო? ცოტა წითელი სახე ქონდა, აქ ცოტა დაყრილი ქონდაო სახეზეო რაღაცა და ეს არ არისო. ამაც ესენი გადაერინა, ვინ ნახეო ნეტაო. და მერე მივხვდნენ, რომ ლაპარაკი არის აი ამ
საბინუსზე, რომელმაც თურმე მოკლედ ეს მონასტერი რო დაარსა, წინამძღვრად სხვა დანიშნა. თვითონ კი არ დადგა წინამძღვრად. თვითონ განმარტოებით ცხოვრებას ეძლეოდა და სხვა დანიშნა წინამძღვრად. და აი მიხსენ მე რომ საბინუსზე ალაპარაკი და რომ მოვიდა ეს საბინუსი. და როგორც კი ამან სახეზე შეხედა იმას ვინც სიზმარში ნახა და ეს იყო საბინუსი, იმ წუთშივე ამ ბავშვისგან, ამ ქალიშვილისგან ეს ბოროტისული განვიდა. და ბოლოს ესეთი ავტოანების შეძახილი დამთავრეს თეოდორიტე, რომ აი ასეთი იყო საქმენიო მარკიანესი და მისი დიდი მარკიანესი და მისი მოწაფეების, რომელიც იყო გასაცვიფრებელი მებაღი, რომელმაც გააშენა ეს ბაღი, იგულისხმება აი ეს მონასტრული ცხოვრება და ეს მონასტრული ცხოვრება დაარსა და აი ესეთი ნაყოფი გამოიყო ამან. და მე კი ბოლოს მინდა რომ თხოვ ყველა ამათ თეოდორიტე ამბობს, ყველა ამათ რომ დამლოცონო. დამლოცონ და ეს საქმე რასაც ვაკეთებ, რომ წარმატებით გამოკეთებინოს, ანუ ეს რომ აღწერს ამ წმინდანების ცხოვრებას. ერთადერთი გამოსახულება გვაქვს მარკიანესი. ხა მართალი უნდა გითხრათ, ეს არის უწერია რომ არის ბასილი მეორის მინოლოგიიდან, მაგრამ ვერ ვიპოვე ბასილი მეორის მინოლოგიაში ეს გამოსახულება. აი ხა გაჩვენებთ ამას გადიდებულს სახეს. აი ეს არის წმინდა მარკიანე. და ბოლოს უნდა გაჩვენოთ აი როგორი ნამცეცი გვაქვს წმინდა მარკიანეში. აი ხო? აი ესეთი. და შეგვეციოს მისი მადლი. და მე კი უნდა მოგითხროთ ტობიას შესახებ, ტობია სებასტიელი. 320 წელს აღისრულა, ესენი იყვნენ მოწამეები, ტობია, კარტერიუსი, ევდოქსიუსი, აღაპიუსი, სტირიაკუსი, ატიკუსი. და ესენი ეწამნენ 320 წელს ლიცინიუსის იმპერატორი ლიცინიუსის ბევრი ცუდი საქმე გაკეთებული დროს. ესე იგი, ამაზე მოკლედ წერია, რომ გადაიტანეს ეს მოწამეობა ცეცხლით და ღირსეულად გადაიტანეს ეს. და აი ამ არაადამიანური ტანჯვის შემდეგ ცოცხლად დაწვეს და პრეფექტის სახელიც არის ცნობილი მარკუს აგრიკოლაუსი. აი მეტი არაფერი ეს არის, რომელიც არც გამოსახულება გაგვაჩნია და გვაქვს აი მხოლოდ ეს წმინდა ნაწილი. აი ესეთი ფრაგმენტი გვაქვს. აი ამ ტობიასი. შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი. ეს არის 2 ნოემბრის წმინდანები. 2 ნოემბრის წმინდანები. ესე იგი ჩვენ ვისაუბრეთ წმინდა მარკიანეზე, კვირელზე, მარკიანე კვირელზე და აი მე მოკლედ გითხარით ტობია სებასტიელზე, მეტი ამითი მე კი გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.